პირველ რიგში მინდა მივუსამძიმროთ ონისეს ოჯახს და ვუთხრა, რომ მარტო არ არის, ჩვენ ყველა მათ გვერდით ვართ და ეს მხოლოდ მათი მწუხარება არ არის. ჩვენ ყველა ვიზიარებთ დღეს მათ მდგომარეობას. ჩვენ დღეს აქ მდგომი ადამიანები ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებით. მაგრამ რამაც გაგვაერთიანა, არის ის პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოში. ჩვენ დღეს ვიბრძვით იმ შედეგის შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის, რომელიც საქართველოს სისხლით მოიპოვა 35 წლის წინ. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში წარსულის ის საშინელი ტენდენციები გამოიკვეთა, როგორიც არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, თვითონ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა და ღირსების შელახვა. მიუხედავად იმისა, რომ გარე მტრის გარდა ჩვენ ქვეყნის შიგნითაც არ განვიცდით მტრის ნაკლებობას, ყარად უდგავართ, რაც ჩვენს უწყვეტ და დაუღალო პროტესტში გამოიხატება. ჩვენი ერთად დგომა, ერთმანეთის ერთგულება და შეუპოვრობა იქნება ნათელი მომავლის გარანტი. დღესდღეობით ქართველი ხალხის ერთობასა და ბრძოლას ვფიქრობ, რომ აქვს გარდატეხი მნიშვნელობა, რადგან რეჟიმს წყვეტ ყავს ჩვენი თანამებრძოლები, რომელთა თავისუფლებისთვისაც უკვე მერვე თვეა ვიბრძვით. ამ პერიოდის განმავლობაში გქონდა როგორც პატარა გამარჯვებები, ისევე რთული დღეები. ჩვენი მიზანდასახულობა არ გვაძლევს განებების უფლებას, რადგან ვიცით, რომ ჩვენი მიზანი, რისკენაც მივისწრაფვით, არის ნათელი მხარე. ისევე, როგორც იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამ წუთას პატიმრობაში არიან. ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ერთმანეთისთვის და რაც მთავარია მთელი ქვეყნისთვის. აქ რუსთაველზე ბრძოლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან რეჟიმის ტყვეების იმედი ვართ ჩვენ. ჩემს ძმას, ბიჭს, რომელიც ეძებს სინათლეს წყდიათში, მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე, როცა ნამდვილი დამნაშავეები თავისუფლები არიან. წარმოდგენაც არ მინდა, რა გზის გავლას გვაინძულებენ სინდისის პატიმრების დასკვნით პროცესებზე. მაგრამ მინდა რეჟიმს ვუთხრა, არ მეშინია. ყველაფერს გავუძლებ ჩემი ძმისთვის. ყველაფერს გავუძლებთ რეჟიმის ტყვეებისთვის ერთად და რაც მთავარია ჩვენი სამშობლოსთვის გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს, რადგან თავისუფლება და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ამ ყველაფრის ფონზე კი მინდა ვთქვა, რომ სინდისის პატიმრების ოჯახები პირველივე დღიდან ვართ შეთანხმებულები და მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ბოიკოტი არჩევნებს! ან სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნება შეუსაბამო და არარელევანტური ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა იქნება პატიმრების და საქართველოს ღალატი.